შემთხვევით თუ გენიალურად, სამი შემთხვევითი აღმოჩენა. ნეტავ მართლა შემთხვევით ხდება აღმოჩენები? ოდესმე შეგვიძლია რამე, მაგალითად მათემატიკის ამოცანა არასწორად ამოგიხსნია? ან ნახატზე ისეთი ხაზი გაგიულია, რომელიც საერთოდ არ გინდოდა? ან სიტყვა დაგიწერია არასწორად? ასე დროს ხშირად გგონია, რომ ყველაფერი გავაფუჭეთ, მაგრამ იცი რა? ზოგჯერ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები სწორედ მაშინ იწყება, როცა რაღაც ისე არ გამოგდის, როგორც გვინდოდა. 1928 წელს შოტლანდიელი მეცნიერი ალექსანდრ ფლემინგი ბაქტერიებს იკვლევდა. შვებულობიდან დაბრუნებულმა ფლემინგმა აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი ნიმუში ობით დაბინძურებულიყო. ლაბორატორიის წესების მიხედვით, ასეთი ნიმუში ხშირად წარუმატებელ ექსპერიმენტად ითვლებოდა, მაგრამ გადაგდების ნაცვლად ფლემინგი მას დააკვირდა და უცნაური რამ შენიშნა. მან აღმოაჩინა, რომ ობის გარშემო ბაქტერიები აღარ იზრდებოდა. ეს ძალიან უცნაური იყო. რატომ ანადგურებდა ობი ბაქტერიებს? ფლემინგმა კვლევა გააგრძელა და სწორედ ამ დაკვირვებამ მეცნიერი მიიყვანა პენიცილინის, პირველი ფართოდ გამოყენებული ანტიბიოტიკის აღმოჩენამდე. დღეს ანტიბიოტიკები მილიონობით ადამიანს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში. ერთი შემთხვევითი დაკვირვება კაცობრიობისთვის უდიდეს აღმოჩენად გადაიქცა. ერთ მშვენიერ დღეს შვეიცარიელი ინჟინერი ჟორჟ დე მესტრალი ძაღლთან ერთად საიდნობდა. მან შენიშნა, რომ მის ტანსაცმელსა და ძაღლის ბეწვს უამრავი ოროვანდის ნაყოფი ეკვროდა. ალბათ ბევრი ადამიანი უბრალოდ მოიშორებდა მათ და დაივიწყებდა, მაგრამ ჟორჟი დაინტერესდა. მან თესლები მიკროსკოპით დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანს პატარა კაუჭები ჰქონდა, რომლებიც ქსოვილის ბოჭკოებს ეჭიდებოდა. სწორედ ასე დაებადა იდეა. თუ ბუნებაში არსებობდა ასეთი მჭიდროდ წერბოვანი რამ, რატომ არ შეიძლებოდა მისი გამოყენება ტანსაცმელშიც? რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ შეიქმნა ველკრო, ეგრეთ წოდებული ფხრიწებიანი შესაკრავი, რომელსაც დღეს ჩანთებზე, ფეხსაცმელებზე, ტანსაცმელსა და სპორტულ აღჭურვილობებზე ვხვდებით. ჯიბეში დამდნარი შოკოლადის ამბავით დაგაინტერესებთ. 1929 წელს სპენსერი ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო ქარხანაში მუშაობდა. ის იყო რადარების, ესე იგი მტრის თვითმფრინავების აღმომჩენი აპარატების ექსპერტი. მისი ხელმძღვანელობით ქარხანაში თანამშრომლების რაოდენობა 15-დან 1000-მდე გაიზარდა. მან მოიფიქრა ახალი მეთოდი, თუ როგორ დაემზადებინათ რადარის მთავარი ნაწილი, მაგნეტრონი ბევრად უფრო სწრაფად. ეს გამოგონება ჯარისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკის საზღვაო ფლოტმა სპენსერის სპეციალური მედლითაც კი დააჯილდოვა. ამბობენ, რომ ერთ დღეს სპენსერი, როცა ამ აპარატებთან მუშაობდა, უცნაური რამ შენიშნა. ჯიბეში ჩადებული შოკოლადი სულ თლად დადნა. სხვა მეცნიერებსაც შეუმჩნევიათ, რომ ეს აპარატი ათბობდა, მაგრამ მხოლოდ სპენსერმა გადაწყვიტა გაერკვია. რატომ მოხდა ეს? ესე იგი, შეკითხვების დასმა ძალიან მნიშვნელოვანია. მან სხვადასხვა საჭმლით დაიწყო ექსპერიმენტები. პოპკორნი, აპარატთან სიმინდის მართლები მიიტანა და მაშინვე კაცათკუსი დაიწყეს. ასე მომზადდა მსოფლიოში პირველი მიკროტალღურისგან პოპკორნი. აფეთქებული კვერცხი. შემდეგ ექსპერიმენტში კვერცხი ჩაიდანში ჩადეს და აპარატის ზემოდან დადგეს. სპენსერის თანამშრომლებმა შიგნით ჩაიხედა, რომ ენახა, რა ხდებოდა და ზუსტად ამ დროს კვერცხი პირდაპირ სახესთან აუფეთქდა. ამ ყველაფრის შემდეგ სპენსერმა მოიფიქრა, რომ შეიძლებოდა ამ ტალღების საშუალებით შეექმნა მოწყობილობა, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილი მიკროტალღური ღუმელია, სადაც საჭმლის გაცხელება უსაფრთხო იქნებოდა. მართალია მეცნიერებს ამ შოკოლადის ისტორიის ზუსტი დასაბუთება არ აქვთ, მაგრამ ბევრ ადამიანს ჯერა, რომ სწორედ ასე მოხდა. ახლა კი დავფიქრდეთ, რა საერთო აქვთ ამ ისტორიებს? დაკვირვება. თითოეული აღმოჩენა დაიწყო ერთი დაკვირვებული მზერით და შეკითხვით, რატომ? ესე იგი, შემთხვევას დავუმატოთ კვლევა, შეიძლება სამყარო შეცვლასაც კი უდრიდეს. ეს ისტორიები კი გვასწავლის, რომ იფიქრე შენებურად, ნუ ენდობი მხოლოდ სხვებს, დასვი შეკითხვები და გადაამოწმე ფაქტები. დაუკვირდი დეტალებს და ჩაატარე კვლევა. ესე იგი, მსოფლიო შეცვალა არა შემთხვევითობამ, არამედ იმ ადამიანებმა, რომლებაც შენიშნეს რაღაც განსხვავებული. შენ რომ ყოფილიყავი ფლემინგის ადგილზე, რას გააკეთებდი? შენი აზრით, ეს ისტორიები შემთხვევითობაა თუ გენიალურობა და რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვების დასმა? დააპაუზე და უპასუხე თითოეულ შეკითხვას. ახლა კი ყველაზე საინტერესო ეტაპი. დახატე ან აღწერე შენი აღმოჩენა,
რომელიც შეიძლება შემთხვევით დაიწყოს, მაგრამ მომავალში მსოფლიო შეცვალოს. მიენდე შენს ფანტაზიას და არ დაგავიწყდეს ჩვენი გამოწერა. დიდი მადლობა!